საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. 4 თვე 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი პოზიცია შიდა დაპირისპირების საგანი ხდება. პრინციპი არა და არასოდეს პირველი საჯაროდ გახარიამ დაარღვია. ჯერ საპარლამენტო კომისიის ხდომაზე მივიდა, შემდეგ კი პარტიის ყრილობაზე საარჩევნო მარათონში ჩართვა დაადასტურა. უფრო ფრთხილია კოალიცია ძლიერი საქართველო. ლელოს ლიდერები საპარლამენტო კომისიის ხდომაზე არ მივიდნენ, თუმცა გირაო გადაიხადეს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კი ამ დრომდე არ ადასტურებენ, თუმცა არც გამორიცხავენ და კოლეგებს უკვე ღიად ამ თემის განხილვას თავაზობენ. რომ არ ვართ წინა საარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. ამაზე უარის თქმა, როგორ შეიძლება, ამბობს ლელოს პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე და ფიქრობს, რომ აქვთ შესაძლებლობა თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი მოიგონ. ერთდროს ერთ პლატფორმაზე მყოფი პარტიების პოზიცია 2-2-ზე გაიყო ლელოს და გახარიას პარტიას, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის უპირისპირდება, სადაც ამბობენ, რომ ლელოს რიტორიკა ფსევდოშეფუთული საუბარია. შეფასებაში უფრო ხისტია ნაციონალური მოძრაობა და არჩევნებში მონაწილეობის დაშვებას იდიოტიზმს უწოდებს. ლელოს არგუმენტი კი შიდა პარტიული კვლევებია, სადაც მათი მტკიცებით უპირატესობა არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ არის და ის დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტია. წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აზრს ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება და მიდის დასკვნამდე, რომ პრაქტიკულად არ არსებობს გამარჯვებული ბოიკოტი, რადგან ამ შემთხვევაში უტოვებ ყველაფერს მას, ვინც არის ძალაუფლებაში, აცხადებს ზურაბიშვილი და ამ მოსაზრების მიუხედავად იმასაც ამბობს, რომ მისი პლატფორმიდან არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. რა შედეგების მომტანია ბოიკოტი, რა კვლევა ჩაატარა ლელომ და რატომ არ შეიძლება უარის თქმა არჩევნებზე. სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით დღეს ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან გრიგოლ გეგელიასთან და ასევე გადაცემის მეორე ნაწილში გავიგებთ, როგორ არჩევნებს პირდება საზოგადოებას მართველი გუნდი და როგორ გეგმავს 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ქართული ოცნება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებასა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე უპასუხებს ღამის კურიერის კითხვებს გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ კი ვიწყებთ გრიგოლ გეგელიათი, ლელოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი სტუმარი, როგორც უკვე გითხარით, საღამომშვიდობის საბატონო. მადლობა დიდი მონაწილეობისთვის გადაცემაში. დღეს ვსაუბრობთ თვითმმართველობის არჩევნებზე და იმ თქვენ განაცხადზე, ჯერ არა დადასტურებულზე, მაგრამ თუნდაც იმაზე, რომ თქვენ რაღაც კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებთ, რომ ამ ურჩევლის დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამიტომ სთავაზობს თქვენი პარტია კოლეგებს დიალოგს. მოდით ვიდრე იმ დეტალებზე გადავალ, რომ ვინ მოდის დიალოგზე, ვინ როგორ შეაფასა თქვენი წინადადება, ჯერ მითხარით, რა კვლევაზეა საუბარი, რამდენად სოლიდურია ეს კვლევა, რა ტიპის შეკითხვები იყო და ორი სიტყვით რომ მითხრათ, რა შედეგი მიიღეთ ამ კვლევით რეალურად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის ყოველთვის მთავარი არის ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესი. ნებისმიერ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვართ, 6 წლის განმავლობაში, მას მერე ჩვენ დავფუძნით. არც ერთხელ არასოდეს ჩვენ არ გადაგვიხვევია იმ კურსისთვის, რაც არის ეროვნული ინტერესის და საზოგადოების ინტერესის მსახურება. ყველა კვლევაზე უფრო მთავარი ჩემთვის გულწრფელად ვიკითხეთ არის ეს, რომ ვიცოდე ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, რომ ვემსახურები ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების, ანუ რეალური ცოცხალი ადამიანების ინტერესებს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოების ნაწილი დღეს იქ არის, რომ უკვე ნაწილზე მეტი ფიქრობს, რომ თქვენ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. საზოგადოება არის საინტერესო ფენომენი, ხო? მას ბევრი სხვადასხვა ტიპის ადამიანი ყავს, სხვა პროფესიის ადამიანი ყავს, სხვა მისწრაფების ადამიანი ყავს. ჩვენ ვიცით რაღაცეები ამ საზოგადოებასთან დაკავშირებით. მაგალითად ვიცით ის, რომ ის არის ოპოზიციური. ვიცით ის, მათ შორის ჩვენი კვლევის თანახმად, რომ მას სურს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა და ამავე დროს სურს, რომ არჩევნებზე შეეძლოს მისვლა და სურს, რომ მისთვის სასურველი პარტიები იქ იყოს. ასე აჩვენა ძალიან დიდი, ძალიან დამაჯერებელი, შემიძლია გითხრათ, მარჟით. სხვა შორის მეც არ ველოდი ამ ხელა მარჟას, გულწრფელად რომ გითხრათ. შეიძლება მქონოდა გარკვეული ტიპის მოლოდინი, მაგრამ ამ ხელა ნამდვილად არა, ვიქრები სრულიად გულწრფელი, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა, 60% ფაქტობრივად გამოკითხულთა, როგორც ჩანს, თვლის, რომ მას სურს საკუთარი ფავორიტი პარტიები იხილოს არჩევნებში. ნახეთ, რა არის მნიშვნელოვანი ძალიან, ხო? ამ ადამიანებს ამავე დროს აქვთ ცვლილების ძალიან კონკრეტული და მკაფიო განცდა. მარტო არჩევნებში კი არ უნდათ მონაწილეობის მიღება. ისინი ამბობენ, რომ გამოცხადდებიან, მივლენ და აირჩევენ დამაჯერებელ
დამამჯერებელი უპირატესობით საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, სხვანაირად ოპოზიციას და 4-ჯერ მეტი, 4-ჯერ, 3-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 2-ჯერ ვუგებთ ქართულ ოცნებას ყველა მსხვილ წერტილში ამ კვლევის თანახმად. მაგრამ ნახეთ, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ძლიერმა საქართველოს იმსჯელა, გადაწყვიტა და გავდივართ. ისტერიკა იყო, ხაბატონი, დღეს მთელი დღე ისტერიკას უყურებდი. მაპატიო საზოგადოება, ეს შეფასება, ესე ისტერიკა, ესე პოლიტიკური. კი, იდიოტიზმიც კი უწოდა ნაციონალურ მოძრაობამ, აი მისალობაში ვთქვი საერთო დიალოგის დაწყებას ამ თემაზე. ამიტომ მინდა კითხო. როგორ შეიძლება, აი მოდით ვიკითხავ, როგორ შეიძლება? მინდა ვიკითხო, როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკაში როდესაც ხარ და გინდა რომ პროფესიული პოლიტიკა აკეთო. როგორ შეიძლება რომ დიალოგი რამეზე თუ საერთოდ რაიმე გაგებაში. როგორ შეიძლება დიალოგი იყოს სისულელე. ახლა ჩვენს ლექსიკაში ძალიან ბევრი სიტყვა დამერწმუნეთ და ძალიან ენაკვებადი ხალხიც ვართ და ძალიან დიდი შესაძლებლობების გაგვაჩნია შეფასების, მაგრამ ჩვენ ვამჯობინებთ რომ ამ ერის ინტერესები და საერთო საქმის ინტერესები დავაყენოთ. მაგრამ ბატონ გრიგოლ, ვიდრე ეს პრაქტიკული განცხადებები, როდესაც სისულელეს იდიოტიზმს თუ რა ვიცი, რაღაც შეფასებებს აკეთებენ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები, მაგრამ საზოგადოების ნაწილსაც ხო ახსოვს თქვენი განცხადებები. თქვენ ფაქტობრივად ღალატს უწოდებდით არჩევნებში მონაწილეობის დაშვებასაც კი. აი, რაღაც გადავხედეთ თქვენ ძველ განცხადებებს. აი, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ. თქვათ მამუკა ხაზარაძე ამბობდა, ხო თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიზინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ. თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები სალომე სამადაშვილი და ასე შემდეგ. რაღაც ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერი მსჯელობა დაბნეულობას იწვევს. ეს ბადრი ჯაფარიძის. ანუ ამას იმიტომ გითვლით, რომ ამ კითხვებზე პასუხი ხო თქვენი ამ მრჩევლისთვისაც გასაცემი გექნება და იგივე თქვენი ოპოზიცია. ანუ იმიტომ უწოდებთ ალბათ ამას. ხო, ამიტომ როგორ ახსნით პოზიციის ცვლილებას? არ შეგვიძლია პოზიცია. ამიტომ არ მადლობელი. დიახ. მესმის, თქვენ იწყებთ დიალოგს, მაგრამ როგორც უნდა იქნება ამას გიჩვენებთ, ხო? კი, ძალიან მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ, რაც დღეს მინდა ვთქვა, არის რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, არის და იქნება ის, რომ პირველი უნდა ვემსახუროთ ამ საზოგადოების ინტერესებს, მეორე, რომ ერთობას და ერთიანობას, რაც ერთ პარტიად გადაქცევას არამცდარანს არ გულისხმობს და მე ყოველთვის წინ ვიგებ ხოლმე ზედბეტი ტიპის რაღაცა ასიმილაციის, მე პარტნიორობის წამს, ერთად შრომის წამს, მათ შორის წამს იმისი, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ხომ არ იქნება, ნახეთ, საუბარი არჩევნებზეც კი არის ღალატი. ნახეთ, იანვარში და თავაზობთ ეხლა საუბარს და ამიტომ გეკითხებით. ეს განცხადები ხომ ყოველს თარიღი არ ვიცი, მაგრამ არსებით არის ხო რა მინდიშებული მაგ ზოგი 21 აპრილს არის. კი ბატონო, იანვარი არის ძალიან ბევრი. აი პირადად თქვენ ერთი წუთით რომ თქვენ თქვა 21 აპრილს. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან კაფე ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ არის საკითხი, რომელზეც რაიმე კუთხით ვსჯელობთ, რომლითაც რაიმე ფორმით ვინტერესდებით. ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. იმიტომ რომ 21 აპრილს არც ერთ საპირისპიროს ამ თემაზე მსჯელობას თავაზობთ. აი ამას გეკითხებით. ეგ იყო 21 აპრილს. 21 აპრილს კი, გითხარით. სრული სიმართლე მაქვს ნათქვამი, არც ერთი ფორმით არ ვინტერესდებოდით 21 აპრილს ამ საკითხით. ხო და რა შეიცვალა? დღეს არის 1 ივნისი. დღეს არის 1 ივნისი. ხო, რა შეიცვალა 21 აპრილიდან? უფრო რელევანტური ხდება მათ შორის უფრო რელევანტური ხდება კალენდრული კუთხით, ხო, რასაკვირველია, მაგრამ ნახეთ, როდესაც ამ საკითხს ვამდა ჩვენი ზოგიერთი კოლეგა ოპოზიციაში ამ საკითხს ვამდა იანვარში. და მე ბევრჯერ მაგ ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ. იანვარში ამ საკითხის დაყენება იყო ფუნდამენტურად არასწორი. ეს იყო კრიტიკული შეცდომა. ეხლა, როდესაც გუშინ ისევე როგორც აპრილში. თქვენ ასეთ თვლით აპრილში. აპრილში ჩვენთვის არ იყო რელევანტური, მაგრამ გუშინ, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ამ საკითხში შევედით და ხელი გავუწოდეთ, ჩვენ არ გვიქნავს გავდივართ არჩევნებზე. არსად ირაკლი კუპრაძეს, ჩემს კოლეგას, ძლიერი საქართველოს გენერალ მდივანს, არსად არ უთქვამს, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე. რა თქვა მან? აი წამით ვიკითხეთ, რა თქვა მან? დაიწყოთ საუბარი. შეიძლება რომ პოლიტიკურად ამიტომ გავამბობთ ნამდვილად, იმიტომ რომ აპირებთ მონაწილეობის მიღებას ან უყურებთ განიხილავთ. თებერვალში არადეკვატურ დროს არ განვიხილავდით და ადეკვატურ დროს შევედით განხილვაში, ამან გააჩინა ეჭვი? მე მგონი ლოგიკის საკითხია ამ შემთხვევაში კრიტიკოსებს მიმართავთ არა თქვენ? არა, მესმის კი ბატონო. დიახ, მე მგონი ლოგიკის საკითხი, როცა გეუბნები იანვარში ამ საკითხს ხელოვნურად ნუწევ წინ, არაფერს არ ემსახურებოდა ამ საკითხის იანვარში შემოტანა. მეტიც, მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა და ეს უკვე მაგ ნათქვამი, რომ იანვარში ამ დამყოფი საკითხის შემოტანამ აზარალა ჩვენი საერთო საქმე. ეხლა დეტალებში კიდე აღარ მინდა წავიდე, ხო? აზარალა. მაგრამ დღეს მოდი არის რელევანტური არის აპრილი და მოვიდა ივნისი და თქვენ განხილვას გეგმათ. თუ კი, იმიტომ რომ ჯერჯერობით კონტურები ისე ჩანს, რომ აი ხო გეუბნებით, ძალიან მწვავე იყო ნაციონალურ მოძრაობის შეფასებაში, იქ ახალის ლიდერმაც, აი დღეს ნიკა გვარამი ამას თქვა რაღაც პატიმრების გათავისუფლებაზე შეყოლა, ბოიკოტის
შაშვება, ეს არ შეიძლება, მოკლედ ბევრი რო არ ვისაუბრო, ვისთან დასხდებით, მაინტერესებს, აი თუ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა, ახლებმა უარი თქვეს ამ დიალოგზე. ერთი დასხდებით გახარიებთან და გირჩევთ, თქვა, ვისაც გაცხადებული აქვს უკვე რომ აპირებს მონაწილეობას, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ, თქვა, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქს. ნახეთ, ჩვენი შეთავაზება, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისადმი, იმიტომ რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელ პოლიტიკურ ძალას რა ეთიკა აქვს, ხო, რა სულისკვეთება აქვს, რა სურს. ჩვენ გვსურს ერთიანობა და მე ღრმად წამს და ჩვენს გუნდს ძალიან ღრმად წამს, რომ ერთიანობა არის დაკვეთა. ერთიანობა გულისხმობს თანამშრომლობას საერთო პრინციპების ირგვლივ. ეხლა ეს შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ უნდა იყოს იმ საერთო სულისკვეთებით გამსჭვალული, რაც არის პირველი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოშორება, მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მესამე, ამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის, წესწყობილების და შესაბამისად ევროპული ინტეგრაციის კურსის აღდგენა. ეხლა მე მაქვს ინფორმაცია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ფაქტობრივად, რომ ის შეესაბამება სიმართლეს. ეს რეჟიმი აპირებს დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მე არაერთგზის მithქვამს და ჩემს კოლეგებსაც, რომ ჩვენ ამ მიზნისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვემზადებით, ეს არ შეცვლა და ვერ შეიცვლებოდა. ეს კი, მაგრამ არ ნიშნავს, თქვა და არ ნიშნავს ხელისუფლება, ეს მაინტერესებს. და არის ინფორმაცია, ისინი ასე ამბობენ. მე ხომ მე არის თქვენ რა ინფორმაცია გაქვს, გაცხადებული რომ იქნება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. მესმის, მაგრამ მე ხომ მოქმედებ იმ ინფორმაციის პასუხად, მათ შორისაც მე მაქვს, ხო, ანალიტიკურად, რასაც მოველი. მე მოველი, რომ რუსული ხელისუფლება, რუსეთის დაზვერვა, კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის დაზვერვა, არ არის კმაყოფილი ამ მხოლოდ ამ პირველი ფაზით, მას სურს მეორე ფაზის სრულყოფა. თუ უნდა ვიკითხოთ, რა არის ეს მეორე ფაზა? მეორე ფაზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა ქართული ოცნებისთვის სასიკეთო მომენტში, მისთვის სასიკეთო პირობებით, იმისათვის, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციიდან ამოიღოს 78 ბუხი. ანუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ. ეს დაზვერვამ რა ინფორმაცია მიაწოდა? ანუ ეს რაღაც ანალიზია თუ რაზე დაყრდნობით ამ? მე დაზვერვის მიწოდებულ ინფორმაცია კი არ ვიცი, მე პოლიტიკის კურსს ვუყურებ, მე ვიცი ძალიან კარგად ირაკლი კობახიძე რას ემსახურება და დააბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ემსახურება რუსულ დაზვერვას, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველაფერი რაც მან გააკეთა წლების განმავლობაში არის რუსული დაზვერვის სამსახურში, რომელიც მას ღიად აქებს, მე კი არ გეუბნებით, ნარიშკინი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე არის კარგი ბიჭი. ესე იგი, ნარიშკინს მოსწონს ირაკლი კობახიძე, ლავროვს მოსწონს ირაკლი კობახიძე, პუტინს მოსწონს ირაკლი კობახიძე. ყოველ ჯერზე კრიტიკულ მომენტში გამოემთება ხოლმე კრემლი და აქებს მას. როგორ შეცვლის თქვენი კრიტიკა მოსმენილი გვაქვს, მინდა რომ არჩევნებს დაუბრუნდეთ, უბრალოდ როგორ შეცვლის ხო ამ სურათს კი მათ მივდივარ, მაშინ თუნდაც არჩევნებში მონაწილეობა. ანუ რა შეიცვალა, აი ამიტომ გეკითხებით დღეს, ეხლა როცა ამაზე ფიქრი დაიწყეთ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ პროფესიულ პოლიტიკაში და ჩვენ ამისი ამბიცია გაგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ ცადოთ, რომ ვიყოთ პასუხისმგებელი პროფესიონალი ადამიანები, რომელიც მეთოდურად ახორციელებენ პოლიტიკის კურსს. ჩვენ ხო რაღაცა გასართობად არ ვართ თავშეყრილი, ხო? ამ ქვეყნის მომავალი გვაბარია ყველას ერთად. პოზიცია და ოპოზიცია ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ სახელმწიფოში, იმიტომ რომ ორივეს ქმედებებს გააჩნია შედეგები. ჩვენ ხო ჩვენ საზოგადოებას შევძლოთ რომ ვუთხრათ, რომ მე ჩემი ქმედებით აი ეს შედეგი მოვიტანე. მე უნდა შემეძლოს საზოგადოებას ვუთხრა, რომ მე სულ მინიმუმ ხელი გავუწოდე, თანამშრომლობის ხელი გავუწოდე ყველა იმ კოლეგას, ვისთან ერთადაც ჩემი ღრმაწმენით შემიძლია განვიხილო რა ჯობს, რა გზა ჯობს. ისევ ჩვენ ხო არ გვითხოვს რომ აუცილებლად გავდივართ, ან არ გავდივართ. პოლიტიკა არ არის თუს და პირობითობის საკითხი, პოლიტიკა არის ძალიან კონკრეტული, ძალიან დინამიური პროცესი და თუ შენ არ გაგაჩნია უნარი, რომ ამ პროცესს მიყვე და შეხედო ოპონენტი რას აკეთებს და ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ განვითარებას, მათ შორის იმას რომ გეუბნებით კიდევ ერთხელ, ეს რეჟიმი ჩანიშნავს, აგერ თქვენ, აგერ მე ეს რეჟიმი ჩანიშნავს არჩევნებს, მაგრამ ისეთ მომენტში, როდესაც ოპოზიცია მისი ჭკუით იქნება განადგურებული და როდესაც შეძლებს რომ დაიწეროს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა დროსაც საქართველოს ევროატლანტიკური დღეს ეს ვითარება არა, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ფიქრობ რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. ანუ იქ ირაკლი კუპრაძემ თავის ინტერვიუში ესეც კი თქვა, რომ აი 60-40-ზე მოვუგეთო არჩევნებიო. ეხლა ბოლოს უბრალოდ ანგარიში თუ რა ქვია მას, შედეგები ღმერთო ვეღარ ვთქვი, შედეგები 60-40-ზე იყო და ანუ გვაძლევს ეს ამის საფუძველს, რომ თქვა იგივე შედეგით, ანუ უფრო მეტით გავიდეთო, მაგრამ ეს 60-40-ზე ოპოზიცია, ბატონ გრიგოლ, ეს ხოლმე არ იყო. თუ სხვებმა არ მიიღეს მონაწილეობა, საერთოდ რა შანსი
ექნება ლელოს მაშინ არჩევნებში? ლელოს თავისი შანსი ყოველთვის აქვს, მაგრამ ეგ არ არის ან თუ თავი. ხმებს თქვენ წარდგან იმ პარტიების ხმებსაც თქვენ ჩვენ წაიღებთ? თავი გამარჯობა, დემოკრატიული ძალების გამარჯობა, ქართული ოცნების დამარცხება, სხვა თუ ვიტყვით. ჩვენთვის თავი ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევი არ არის ის ინსტრუმენტი და ის ბერკეტი, ხელისუფლების ხელისუფლებას, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს, ხას უსვამ შესაძლოა იყოს, თუ კი ჩვენ ყველანი ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, საერთო კანდიდატებით, საერთო მერებით, საერთო რესურსებით, ან ერთად ჩვენი მიდგომა არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ერთიანი ფრონტის შესაძლებლობა განვიხილოთ. იმიტომ რომ ეს კვლევა ამბობს, თუ ერთიანი ფრონტი გახსენით, შანსი შეიძლება გქონდეთ ძალიან მაღალი, 4-ჯერ მაღალი, წარმოიდგინეთ, იმისა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიაღწიოთ. ეხლა ეს შედეგი არის ეროვნული მთავრობის ცვლილება აქ და ახლა ამ არჩევით მხოლოდ? არა. არამედ ილუზია პაკაზე არ არის. აბსოლუტურად. მაგრამ ეს შესაძლოა იყოს ერთით მეტი ახალი ბრძოლის ველი შექმნა და ძალიან ძლიერი დარტყმების მიყენების საშუალება ამ რეჟიმისთვის. აი ამაში განსხვავება და ჩვენ ხომ ისე და ისე არ ჩაგვიკეტია მოცემულობა. ჩვენ თანამშრომლობის ხელს უწვდით ადამიანებს და ვეუბნებით, რომ აგერ ხო არის თქვა ეს კვლევა, ხო არის კიდევ სხვა კვლევა, ხო არის თქვენი ანალიტიკა. ვისი ჩატარებული კვლევა, ბატონ გრიგოლ, რამე არის ისეთი საჯარო ძალიან მაღალი სოციოლოგიური, ესე იგი ხარისხის და სარწმუნოების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ძალიან მსხვილი კვლევა. ხო, მე არ ვიცი ხე კვლევის ეტაპი რამდენად გასაჯაროდეს, თქვა ვინ ჩატარა, მაგრამ ამაზეც შეგვიძლია ბუნებრივად ლაპარაკობ. ძალიან მაღალი სანდობის კვლევა შემოგითხრათ. აქვს ძალიან დიდი, ასე იგი, sample გამოკითხულთა ოდენობა და არის ხარისხიანი. მაგრამ ამაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ნახეთ, ეს კვლევა ხო არის, სხვა კვლევები ხო არის, ხებსაც ხო აქვს თავისი ანალიტიკა, თავისი კვლევა. ჩვენ ყველას აზრს თქვენ ამორჩევის აზრიც უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ გახსოვთ მართველი გუნდი ჯერ კიდევ აქამდეც ამბობდა, თქვენი რეგიონების შეხვედრები იყო ამის ერთ-ერთი საბაბი, რომ თქვენ გეგმავდით და მაინც მიიღებდით მონაწილეობას არჩევნებში. ასე იყო ქართული ოცნების მოლოდინი. ჩვენ რეგიონებში არასდროს არ შეგვიწყვეტია სიარული და მუშაობა. არა, თითქოს არჩევნებისთვის მზადება იყო, თქვენს დაადასტურეთ, ოღონდ საპარლამენტოსთვის, მაგრამ ეს საპარლამენტო არ ინიშნება. მე მგონია რომ ინიშნება, ამაშია განსხვავება ჩვენ შორის. მე მგონია რომ ინიშნება და მე როდესაც ხვდები ადამიანებს, მე ვხვდები რომ განცხადება. მგონიათი არა ვარ, ხელისუფლების განცხადება მომისმენია ძალიან ძვალი და მკვეთრი. მესმის, მე მოველი რომ ჩაინიშნება ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები და მაბადეთ ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. ერთად თუ სხვა დროს სხვა თემა არის, მაგრამ მე მოველი მყარად რომ ეს რეჟიმი ჩაინიშნავს არჩევნებს და მოველი იმასაც რომ ამ რეჟიმის მიზანი არის რუსული ოპერაციის მეორე ფაზის დასრულება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია იმისთვის, რომ ეს რეჟიმი იყოს რაც შეიძლება სუსტი და ოპოზიცია იყოს რაც შეიძლება ძლიერი. ასეთ ბრძოლის ერთ-ერთი იარაღად თქვენ თვლით ბოიკოტს. დღემდე ხართ ბოიკოტში, ხო? მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, რომ წინააღმდეგ შემავალი პარტიების, ესე იგი, თქვენი პარტიის მთავარი წამყვანი ხაზით ეს იყო, მაგრამ თქვენი პარტია კითხვის ნისვის ქვეშ აყენებს დღეს. ნახეთ, რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. ირაკლი კუპრაძემ თქვა ეს ფრაზა, უბრალოდ ვუსმინე, მის ამ გამოსვლას თვითმმართველობასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მინდა კითხოთ, ერთი რომ რა მდგომარეობაშია რეალურად დღეს მაშინ ოპოზიცია, თუ მხოლოდ ლელოს გულისხმობდა ირაკლი კუპრაძე და ბოიკოტმა დააზარალა ოპოზიცია, ანუ რატო დაიწყო ამაზე დღეს აი ესეთი კითხვის ნიშნებით საუბარი? ძალიან მარტივი მგონია, ბოიკოტი არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ არის საუკეთესო ოფცია. ეს მე ვფიქრობ, ყველა კოლეგამ ძალიან კარგად იცის და არც ერთი არ იქნება განსხვავებულ აზრზე. უბრალოდ ისტორიული, სახელმწიფოებრივი და მორალური მიზეზების გამო ჩვენ არ გქონდა არავითარი არჩევანი ამ თვალსაზრისით. ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შესვლა შეუთავსებელია პატრიოტიზმთან, შეუთავსებელია ამ სახელმწიფოს სიყვარულთან. ეს მორალური დილემა იყო თქვენთვის? არა მარტო ყველანაირი პოლიტიკური, მორალური ლეგიტიმაციის, იმიტომ არავინ ამ ხელისუფლებას რეალურად შევხედოთ არ აღიარებს. იმ ფონზე, როდესაც აშშ-თან არის გაჩერებული სტრატეგიული ურთიერთობა, როდესაც გერმანიას აქვს შეჩერებული ფაქტობრივად ყველა თუმცა არავინ არ აღიარებს არალეგიტიმური ამაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არა, ჩვენ ვიხილეთ უკვე შეხვედრები, შინაარსზე არ ვსაუბრობ. მაშინ იმ დღესაც ვკითხულობ. ჩვენ ვიხილეთ რა სტატუსით ხვდებიან მას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხო, ანუ ლეგიტიმაციის საკითხი სად დგას ამ ქვეყნის ხელისუფლების? პირველი ჩვენ კრიტიკა სხვა არის და ლეგიტიმაციას გულისხმობს. შეხვედრები არ გვიხილავს, შეხვედრები ვიხილეთ ორბანთან, ვუჩიჩთან და ბიცოსთან. დანარჩენი არის გადაყრები გზად. აი მე ეგრე ხა კორიდორში და ზოგადად ხო მიღებებზე ვარ შეხვედრილი 10-მდე პრემიერ-მინისტრს, 10-ზე მეტ საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს კი ანიშნავს მე ოფიციალური შეხვედრა მქონდა რომელიმე მათგანთან. არა, კი, კარგია შეხვედრა ყველანაირი ხო, მიცალმება რომ წამოგარტყამს, მაკრონი რომ წამოგარტყამს არ არის ცუდი ხო და რომ წამოხტები და
პიჯაკს ისწორებს ძალიან ბედნიერი, ისე კითხვა გამიშთა სხვადასხვა ამ დროს. 2 დღით ადრე კოკაინშიქს უწოდებდა მთელი ეს რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა. იგივე მაკრონს. ამაზე დასავლური მედიაც წერდა, ბატონ გრიგოლი. 2 დღით ადრე. ოპოზიციას ფოტოშოპი. მე პირადად არა, ბატონი კობახიძე. ეს ამბავი დასავლურ პრესაში დაიწერა პირველად. აი, რაზეც ამბობთ, რომ ეს კოკაინზე რო იყო საუბარი, დიპსტეიტზე დაიწერა, რომ დიპსტეიტზე ტრამპმა თქვა. ყველაფერზე მაგ პასუხი. ხო, თავად ტრამპი ამბობდა, ხო? პირველივე გამოსვლაში მან თქვა, რომ არა, მე ისე ტერმინ დიპსტეიტზე თქვა, რომ ამბობთ ხოლმე, რომ სახელი გვარი და გლობალური ომის პარტია ამაზე თქვა. ნამდვილად მომისმენი ამერიკის პრეზიდენტის და გლობალური ომის პარტია, მაკრონს გლობალური ომის პარტიას უწოდებდა, თქვა, იგივე კობახიძე და შემდეგ რომ ამოხდათ ამ საცვლიდან და ძალიან გაბადრული იყო, რომ ხელით შეეხო მაკრონი და თავს რო უქნევდა და მართლა მის ცალფეხზე დადგა. ვიცი, მე რო პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს შევხვედრი ვარ, არ დამართნიან მსგავსი კონვულსიები, რაც დაემართა ბატონ კობახიძეს. ამიტომ აქ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს აშკარად შეხება, აშკარად, ხო? თვალსაჩინოა, აი, ჩანსო. ხო, მაგრამ თქვენ საუბრობთ ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე. არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს. და მე მინდა ოპოზიციის ამ სტანდარტზე გესაუბროთ, ხოლოდ იმიტომ, რომ ასჯერ მაგ ხელისუფლების κρიტიკა მაგრამ თქვენს კითხვას არ მოპასუხე, მინდა დავასრულო. ლეგიტიმაცია რაში გამოიხატება, ხო, კრიზისი? პირველი იმაში, გაჩერებულია სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გერმანია თუმცა ვიხილეთ, არა, აქ მაინც უნდა შეგეკამათოთ. პრეზიდენტ ტრამპის წერილი, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს. გამიგე რომ ეს პროტოკოლურია, მაგრამ მადლობა ღმერთს იმ დონეზე. პროტოკოლი ითვალისწინებს მოქმედ პრეზიდენტს და მოქმედ პრემიერს ლეგიტიმურად. არა, ესე იგი მაშინ თვლიან ლეგიტიმურად, ხო ამას ნიშნავს. საქართველოს მთავრობასთან მზად არის ამერიკის შეერთებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, ხო იყოს ეს ტექსტი. ინარიაბა საქართველოს მთავრობა. საქართველოს სახელმწიფოს. იქ არ ეწერა საქართველოს სახელმწიფო, იქ ეწერა საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი. ნახეთ, ის ჯეთი იმ პროტოკოლურ ტექსტში, რომელიც რომ ნახეთ, არავითარი რეფერენცია არ არის პოლიტიკურ ურთიერთობებზე. იქ არის საუბარი არცებითად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. და მეორე, მაგრამ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ამაზე ვდაოთ ლეგიტიმაციაზე. მე ვერ გამომიგზავნიდა ტრამპი სამწუხაროდ. საერთოდ არ გამოაგზავნიდა, გამოაგზავნა რუბიომ ქართულ ხალხს. ამიტომ ჯვარი გვწერია დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს არ მოგვილოცავს. რატო? ამერიკა არის ჩვენი სუვერენული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტორი. აი, როდესაც ის დღეს დადგება და თუ ესე გავაგზავნე შეიძლება ეგ დღეს დადგეს, რომ ამერიკა აღარ გილოცავს საერთოდ როგორც სახელმწიფოს, ეგ იქნება ალბათ ყველაზე შავფნელი დღე და მე ნამდვილად არ მინდა ეს დღე დადგეს. იმიტომ რომ მე ვნახე შეფასებები რუბიოს წერილზეც და აი ზუსტად ეს სიხარული რომ ამერიკა გვილოცავს, მაგრამ საქართველოს და ვნახეთ მეორე დღეს ტრამპის წერილი, სადაც პირდაპირ მინიშნებული, კი არა, პირდაპირ თეთრზე შავით ეწერა, რომ მილოცვა ეკუთვნოდა საქართველოს პრეზიდენტს და ის იმედს გამოთქვამდა კი ბატონო ეკონომიკურ ვაჭრობის ურთიერთობაზე, მაგრამ საქართველოს მთავრობასთან. ამიტომ იმავე დილით არა, ჩემს მგონია ეს წერილი საერთოდ. იმავე დილით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვამ ზუსტად იმავე დილით თქვა, რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული სპეცოპერაცია. კი ბატონო, წინადღეს ამერიკული დროით წინადღეს. ერთი ფრაზა იყო ის, ეს იყო ტრამპი. ამიტომ აღარ ვიდაოთ. ერთი ფრაზა არ იყო, ეს არის პროცესი, რომელიც ადაპტირდება ამერიკასთან ურთიერთობაში. ამერიკული ხელისუფლება, ხო, მაგრამ ამას დავას მე არ ვაპირებ. ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ დავკარგეთ მილიონები. ეს არის ფაქტი. დავკარგეთ ყველა სამხედრო ეროვნული თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების პროგრამები. დავკარგეთ რეალურად ნორდიკული სახელმწიფოებისგან, გერმანიისგან და სხვა სახელმწიფოებისგან შემოსავალი, სახელმწიფო შემოსავალი, პროგრამული მხარდაჭერა დავკარგეთ შანსები და პერსპექტივები. მოლდოვამ მიიღო, სულ ცოტა ხანი მოლდოვამ მიიღო 2 მილიარდი განვითარებისთვის და ჩვენ რა მივიღეთ ამ დროში, ხო? შევინარჩუნეთ მშვიდობა. ამას ამბობს ხელისუფლების არგუმენტია, მაგრამ შევინარჩუნეთ მშვიდობა. სხვა თემა, ხო, ნუ თავარი არგუმენტი ის არის, რომ მეორე გინტურსო თავში ტყვიას ესვრიან სამთლის ანთების გამო ეგ მშვიდობა არის? ეს ცოტა ძალიან რაღაცა ოკუპაცია ჩვენ ქვეყანაში ძალიან შორს წავალ. ამიტომ ვერ შევინარჩუნეთ, ამიტომ მე მინდა თვითმართველობა გავასრულო. ბატონო გრიგოლ, სხვა დროს ვისაუბროთ, როცა საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არა პრობლემა. ხდომილება, შემთხვევითობა და მადლობა ღმერთს და ღმერთმაგას გაგრძელდეს. მაგრამ არავითარი საფუძველი ამ ხელისუფლების პოლიტიკაში არა აქვს ამ მშვიდობას. არავითარი ფესვები იქ არა აქვს. აი ლეგიტიმაციაზე რა ხამ საუბრობდით, ახლა გამიჩნდა ეს კითხვა, ამასაც კითხავთ და ისევ დავასრულოთ თვითმართველობით. თქვენ არალეგიტიმურს უწოდებთ პარლამენტს, არ გამოცხადდნენ თქვენი ლიდერები, ვთქვათ, მე გადაიხადეს გირაო, მაგრამ ანუ სასამართლოში გადაიხადეს და ვთქვათ, პატიმრობას თავის ვიზარიდება მოხდა. რის მიხედვით
წყვეთ რა არის ლეგიტიმური და რა არა. ბატონო გრიგოლ, ანუ პარლამენტი არალეგიტიმურია, სასამართლო ლეგიტიმურია, რომელსაც 24 საათი აკრიტიკებთ. აი, როგორ აკეთებთ ამ არჩევანს? ძალიან მარტივად. 2024 წლის 26 ოქტომბრის შედეგად მიღებული პოლიტიკური ძალაუფლება მისი ყველა სხვა შტოით არის არალეგიტიმური. როგორც ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი, ასევე ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტი და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. ანუ თქვენთვის არალეგიტიმურია მთავრობა და პარლამენტი და ლეგიტიმურია სასამართლო. სასამართლო ვერ იქნება ვერც ლეგიტიმური და ვერც არალეგიტიმური. სასამართლო შეიძლება იყოს სამართლიანი ან უსამართლო. სასამართლო არის უსამართლო ჩვენ შემთხვევაში. არა, ჩემი შეფასებით არა. მაგრამ ხელისუფლების შტოა. თელი მსოფლიოს არა, სხვადასხვა ტიპის კვლევებიც გვინახავს, მაგრამ რომელიც ამბობს სასამართლო კარგ მდგომარეობაშია. არა, ნუ რაღაც კვლევებია, რომ რაღაც სასამართლოზე დუბა გაიზარდა ჩვენი საზოგადოების. მე ნებას თუ მომწევთ, ვიტყვი, მე მეეჭობა თუნდაც თქვენი წარსული პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე, ღმერთმა დამიფაროს. მესმის, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეფასებებისგან მე სტუდიაში შევიკავე. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ შეიყვოთ, რომ მე მაქვს უფლება შევაფასო, მე ვერ დავიჯერებო თქვენ სასამართლო, რომელშიც გირგულიანის მკვლელობის გამართლებელი მოსამართლების ზიან და რომელშიც 1000 ბოროტების, აი ხა რომ მიშაზე გველაპარაკებია. უარესი ბოროტებიც მინახავს ამ სასამართლოშიც, ამიტომ ჩვენ ჟურნალისტებს ვერ გავაკვირვებთ. ბატონო გრიგოლ, შემდეგ რომ ბატონი იქნება, რომელიც მე მგონი სტუდიაში თუ სწორედ ვიცი. აი ეს ბატონი და კითხეთ, ადაიშვილის მოადგილე იყო ეს ბატონი. და მე სკოლაში ვსწავლობდი. ეს ბატონი, რომელიც აქვე არის სადღაც კითხავ კი ბატონი, იმდენჯერ დაუსვით ბატონ გივი მიქანიძე კითხავ. ძალიან მადლობელი ვიქნები. გავახსენებ ის საქმე, კლანი რო იგივეა, კლანი რო იგივეა, სუსი რო იგივეა, კრიმპოლი რო იგივეა. ხარება რო იგივეა, თუმცა ხა შეება გელაძე რო იგივეა, გელაძეც იგივეა, მანომერაბიშვილის და შაშკინის კადრი. ციდა ხო რა მოწედება. აბა მე რო სკოლაში ვსწავლობდი. უცხოეთში ნამუშევარი ხალხია ყველა. მე რო სკოლაში ვსწავლობდი, ვიღაცა რომ მიპირისპირდება ამათი მოქცეული, რომ შენ, მიშა და მე უნდა ვილაპარაკო მიშაზე? მართლა, სინდისი სად არის? მე ვიყავი მე-10 კლასელი და მე-9 კლასელი და ესენი იჯდნენ ადაიშვილის კაბინეტში და ფულს აკეთებდნენ. ამაშია ჩვენთვის განსხვავება. ამაზე ვისკითხავ ბოლო კითხვა ისევ რომ დაუბრუნდა აუცილებლად თვითმმართველობის არჩევნებს თქვენი ლიდერი ერთ-ერთი ამბობს რომ გადაწყვეტილება არ არსებობს, გადაწყვეტილება არ უნდა არსებობდეს თვითმმართველობის არჩევნებზე ვამბობ, მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილების მიღების მომენტი დამდგარი. რა მომენტს ელოდებით ესეც რომ ითხრათ, ანუ რა იქნება ის მომენტი, როდესაც თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ? კი ბატონო, გადაწყვეტილებული არ არის, გადაწყვეტილებული არ არის, ჩვენ ისევ და ისევ ერთობის და ერთიანობის ხელს ვუწვდით ყველა დაინტერესებულ კოლეგას, განვიხილოთ ერთად ხომ არ არის უკეთესი გზა ბრძოლისა, თქვათ ამ ფორმატზე ფიქრიც და თუ არ არის, ჩვენთვის თავარი არის ერთიანობა და სწორი შედეგი, ხო? ჩვენ არანაირი ქმედით ინტერესი არ გაგვაჩნია. სხვა პარტიებთან არ შედგა დიალოგი, თქვათ ნაციონალური მოძრაობა და ახალი დარჩა ერთგული თავის გადაწყვეტილების, თქვენ თუ ჩათვლით რომ ეს ის მომენტია, შესაძლოა ლელოც ვიხილოთ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ვართ ავტონომიური პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვყავს. ხო, ანუ დამოუკიდებლადაც მიიღებთ გადაწყვეტილებას. ასაკურები ჩვენ არ უნდა გამჭირდება გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებდით. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელსაც უნდა დაურეკონ, ჩვენ არ გვჭირდება რაღაცა ზეციური ზარები საჩხერიდან იქნება თუ სხვა თუ კრემლიდან იქნება, ჩვენ ვიღებთ ჩვენით, აი ეს 21 ადამიანი, ვინც ამბობენ გარეძანების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. ეხლა ამბობენ, ზოგიერთს ნაპოლეონი გონია თავის თავი და მე ურჩევდიო რაღაცა კვალიფიციური საბჭო დახმარება ეძიონ, მაგრამ მე ვლაპარაკობ რეალობაზე, ხო, ჩვენ 21 ადამიანი პოლიტსაბჭო, ვინც ვიღებთ ყველა კრიტიკულ გადაწყვეტილებას, არავინ სხვა არასდროს არ ერევა. ამ გადაწყვეტილებაში თქვენ დამოუკიდებლად მიიღებთ უკვე რაღაც მომენტში ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ბოლოს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებიც კი ხალხოდანია ჩვენ ყავს 183,000 ამომრჩეველი. ეს ადამიანები არის ძალიან პატივსაცემი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი ყავს გაუყალბებელ არჩევნებში, მაგრამ მაგაში ამ მომენტში არ შევდივარ, იმიტომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღება კი არ გაგვიჭირდება. ჩვენ გვინდა რომ ისე მივიღოთ გადაწყვეტილება და იმ სიმყარით და იმ სისწორით, რომ პროფესიულად ვიყოთ პოლიტიკაში, რომ კეთილსინდისიერად ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა სწორი გზა გავიარეთ, ასევე ვთავაზობდით კოლეგებს, აქვე ვიტყვი ალტერნატიული პარლამენტის ფორმირებას მეტი ერთობისთვის, არც გამოვიდა სამწუხაროდ. კი, მამუკა ხაზაძე პირველი იყო, ის ხაზარაძე, რომელიც მერე გამოიძახეს ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე, მანდაც პირველი იყო პოლიტიკურ ლიდერთა შორის, ვინც გამოიძახეს, პირველი იყო, ვინც თქვა, რომ არა, არც ერთ არაფრის ფასად, არც ერთი რაღაცა სასამართლო საქმის ფასად მე არ დავესწრები ამ ფარს და ამავე დროს მამუკა ხაზაძე იყო ის ადამიანი, ვისაც ეს რეჟიმი დაძლებდა და 7-დან 11 წლამდე უპირებდა დაპატიმრებას და ამ სასამართლოთიც კი ვერაფერს ვერ გახდნენ. ამიტომ ჩვენ არც პრინციპულობის პრობლემა გვაქვს, არც შიშის და არც ავტონომიის და შესაძლოა ანუ ლელო ვიხილოთ არჩევნებში. მაგრამ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისე რომ იყოს სწორი ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის და საზოგადოებისთვის და ამიტომ თავაზობთ ყველას რომ
დავსხდეთ, როგორც სასწავლო კომპეტენტურ ადამიანებს შეშვენის და ვიმსჯელოთ ერთად. ეგ უკეთესი იდეა აქვს სხვას და არა ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვართ მზად რომ მათ შევთავაზოთ აი ესეთი ფორმატი, რომელშიც ერთად ნახოთ თქვენი კოლეგა პარტიები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დიალოგთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ რომ პასუხობდით ღამის კურიერის კითხვებს. გრიგოლ გეგელია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.